ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობათ მეგობრებო, გამწერება კარგი. გამარჯობა. მოკლედ მე და ბატონმა დავითმა ვიარეთ და ძალიან საინტერესო ადგილზე მოვედით. ანუ თქვენს მინდა გაჩვენოთ. ჯერ მოდი ვილაპარაკოთ რა ადგილი ვართ. ვართ შიგ-შუა ქართლში. აი იქით. მიახედევანო. აი იქით მოყოლეფილი მთები როა. მაგ მთების უკან გადის ცენტრალური მაგისტრალი, დასავლეთ საქართველოში მიმავალი ცენტრალური მაგისტრალი გადის მაგ მთების უკან. ეს აშურიანის მთებია, ხო? ხო, ეძახიან აშურიანის მთებს. ზოგს აგონია რომ ეგ მთების სახელი შურიდან მოდის, შურიდან არ მოდის. მან ერთ-ერთი ასურელი მამა სალოცავი ქონდა, ანუ დააარსა ეკლესია და სამონასტრო ცხოვრება იყო და რახან ასურელი იყო, ასურელს ეძახდნენ ასურიანი და ბოლოს ეს საუკუნების განმავლობაში გადავიდა შიში. აშურიანი დაერქვა ასურიანს. ანუ ასურელი მამა რახან იყო. ერთი იქ იყო და იქ ვერ გარდაიცვალა, მეორე კაცში მოკლედ ასურელი მამები ქართლში ძალიან მაგრამ მოღვაწეო. მაგდის სახელი ასურიანია? ჰა? მაგდის სახელი ასურიანი. ასურელი რახან იყო? ხო. ახლა არ ვიცი იმ საუკუნეში რაც ეძახდნენ ბატონო დავით, მაგრამ კაი, ძირი ასურეთიდან მოდის. ანუ ასურელი მამების დაარსებული იმიდან რა ქვია სამონასტრო ცხოვრებიდან. იქით მხარეს არის რკონი, იქა დიდი სამონასტრო. ხო, რკონში ვართ ნამყოფები. ზე ვილაპარაკოთ. აი ეს გზა, რომელ გზაზე ჩვენ ვდგივართ. არის ყოფილი ფოსტის გზა. სოფელში ეძახდნენ ფოშტი გზას. მე ჩემ ბავშვობაში ეგრე იყო რომ ფოშტი გზა იყო. ანუ ფოსტა დადიოდა ამ გზაზე. და ქონდა წერილები, შაფათი ფული და ასე შემდეგ. მთელი რუსეთის იმპერია საიდანაც იმართებოდა გზებზე, ფოსტის გზაზე იყო ესეთი რაღაცა, რომ ეხლა ხო ბენზინგასამართ სადგური ბატონ დავით. ადრე ეგრე არ იყო, ადრე იყო პატარა ქოხები, ცხენები ყავდათ, ფოსტა მოდიოდა, გაჩერდებოდა, ცოტას დაისვენებდა, ვინც მოდიოდა ცხენებს გამოცვლიდნენ. ყაზბეგში მაქვს ნახე ეგეთი პატარა ისერი. ხო. იბო სადგურები იყო სპეციალური. ანუ მთელი ეს ფოსტის გზა იყო მოფენილი მაგნე რაღაცები და იყო ამაზე დუქნები. იმიტომ რომ ვინც ამ ფოსტის გზაზე დადიოდა, ეგ დაცული გზა იყო და აჭმევდა ხო. ჭამა შეიძლებოდა, ძირითადად სადაც აი ეს რა ქვია, სადგურები იყო გაკეთებული, გვერდზე რაღაცა დუქანივით იყო ხოლმე ბატონ დავით, ეგ პურსა ჭამდა. მოკლედ ეხლა ცხოვრება გამოვვითარდა და ეხლა ნახეთ, თუ დასავლიდან მოდიხარ ძველი ფოსტის გზით, დასავლეთ საქართველოს ქართველებს მიმართავ. დადიხართ თქვენ აი დიდი უკრის მთადინ ცენტრალური საათარი, მაგრამ თუ ამ გზაზე წამოხვალთ, გორში უნდა ჩამოხვიდეთ ჯერ და მერე გორიდან მოდის აქეთ. ამ გზას გამოივლით, ძალიან მაგარ ადგილებზე გადიხართ, მერე ეს გზა იყოფა შუაზე. ერთი კასპიისკენ ჩადის, მეორე მიდის ესე ახალქალაქისკენ, ჩოჩეთი ახალქალაქი და მერე გადადიხარ და მიდის თბილისში. ანუ მცხეთაში მიდის და მერე თბილისში. და ეხლა აი მაგ გზა გასაყარზე არის ნინოშვილების დარბაზი, ეგრე ქვია. მოკლედ შუა ქართლია ბატონო დავით. ქართლული კერძი და გაჭამა. იქ მივიდეთ, გაჩვენეთ მაგას 40 ლარად რავჭამეთ ძველი ფოსტის გზაზე. ეს ჩემ დროს აქ ასფალტი არ იყო. ისეთი დროინდელი ვარ, აქ ისე ყარა რა ქვია, ღორღი ეყარა, დატკეპნილი ღორღი. ეხლა დავჯდებით, მივალთ. პირდაპირ თუმად მოხდებით, რავი, მოკლედ ეხლა მივიდეთ ბატონო და სანამ დაგვაღამდა და გაჩვენეთ 40 ლარად რა მოგვივიდა. წავით. ხო. მოკლედ მეგობრებო, აი ესე ნელა-ნელა გორაობით მოვდივართ, ხო კიდე რა უნდა მეთქვა, ეგ დარბაზი სადაც არის, იქ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა უკვე. გზა გასაყარი რახან არის და ბევრი ხალხი მოძრაობს. რავი, რაღაცა კინეულობის მაღაზია გაკეთდა. არა, მანქანების არემონტო გაკეთდა. ის გაკეთდა, რა ქვია, ბორბლების გამოსაცვლელი, სახელოსნოები, ბლოკის რაღაცა ის გაკეთდა, მოკლედ. აი ესეთი ცენტრი რაღაცა არის, ცენტრივით გაკეთდა, წრეს ეძახიან და ეხლა ხელმარჯვნივ გამოჩდება უკვე
სად არის? აი ზაჰესამდე არისო აწერია. რამდენი კილომეტრი? 29. 29. შ. არა, 29 არ არის. აბა. ერთი ზაჰესკენից მეორე კასპიისკენ. არა წერია კილომეტრში, აი იქით იქნება. მოკლედ, აი ესეთი ჩემ დროს აქ იყო ბალახი და მეტი არაფერი. მე ეს კუნძული გააკეთა მერიამ თუ საგზაო არ ვიცი, მაგრამ ნუ კარგად არის წინა გაკეთებული. ცხოვრებაში გახსოვს რაღაცეები? წინა ცხოვრებაში კი მეკობრე ვიყავი ბატონო. თუ ძიყურში თუ? მოკლედ, აი ესე შემოვედით, თუთიყურში სადამ ყავს? თუთიყურში გამექცა, გემიდან გამიფრინდა. მოკლედ მივედით, აი ეს არის ნინოშელების დარბაზი. აჩვენე ბატონოვანო. რო შეხედავთ, აი ესე, ვითომ დიდი არაფერი არ არის, მაგრამ შიგნით საკმაოდ ზურბა არის. მოკლედ ბატონო დავით, აი ეს არის, ნახე რა წერია რა, ქართული ყურისათვის სასიამოვნო რაღაცები, ხაში, ოსტრი, ჩაქაფული, ხინკალი, კაბაბი, მწვადი, ხაჭაპური, ნეტნი, ოპატი, ჩაქინძული გლოკაღაბი არის. მოკლედ, შევიდე და გაჩვენებ შიგნით რა სიტუაცია. ეხლა საღამო აქვს, ბევრი ხალხი არ არის. ვა, გრილებში. კონდიციონერ, მე სულ ვიძახი დაილოცოს მეთქი ვინც კონდიციონერი მოიგონა. ვიდეო მოკლედ არის აი ესეთი სიტუაცია რა, ვანო აჩვენე. და რა უნდა მეთქვა? არის პატარა კუპეები, რომ 4 კაცი დაჭდეთ. არის დიდი კუპეები, ეზოცა აქ ამას, მაგრამ მე და ბატონმა დავითმა გადავწყვიტეთ. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არანაირი რა ქვია, პერო როგორ არის, ბუმბულია ბატონო დავით. პერო რა არის? ბუმბული? პერო გაკლებს, ეძახიან რომ ვაიმე და რაღაცა და მოკლედ რო შემოხვიდეთ მანქანა გააჩერო და ისადიდოთ, ხო აი ეგეთ ადგილზე მოვოდი დავჯები დიდ დარბაზში რა. ბატონ დავით, აი ეგ მენიუდებს გაიქეცე მოთა. მოკლედ, მენიუდან ავარჩევთ, ეხლა ვეცდები რომ ქართული რაღაცა ავარჩიო რა. საინტერესოა ქართლში ქართული რაღაცა როგორ იქნება, მოითა. ერთია რომ მენიუ. აჰა. ზეთისხილი 3 ლარი, ყველი 10 ლარი, სალათი გლეხური 10 ლარი. გლეხური? ბახჩა, კიტრი, პომიდორი, მწვანილი. აი ნახე, კერძა ქვია ბახჩა 10 ლარი. ყველი სასორტი 12 ლარი, მჟავე 7, ბადრიჯანი ნიგზით 7, ისპაჰანი 7. მოკლედ კუჭმაჭი ნიგზით 8 ლარი, ქათამი ბლინები 8 ლარი. ქართული სალათი? ყემალი 5 ლარი, ბაჟი ხო და დედალი მოხარშული 60 ლარი. დედლები აქ მაგალ პასში ყოფილა. მოკლედ წვნიანები ხარჩუ ჩიხითმა ხაში ბორში ათარია. ოსტრი 12 ლარი, ხაშლამა 25, მწვადი შამპურზე 15, მწვადი კეცე, კაბაბი 10, ჩაკაპული 15, შქმერ. მოკლედ ფასებია ნორმალური. მაგრამ თევზეული. მოდი იცი რა გავაკეთოთ? რომად რაღაცეებია? ალკოჰოლი არის, ღვინო არაღი, კონიაკი, ლუდი, შამპანური, ვისკი, კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი, ლიმონადი, ალექიანი ყავა, ჩაი, მაირამი, მოდი ეგეთი რაღაცები ჩვენ არ გვინდა. ბატონო დავით, მოდი იცი რა ვქნათ. ჭახრაკინა გიჭამია? ხროვანი რომ ჭამეთ, გახსოვს სოფელ სასადილში? ჭახრაკინა შევუკვეთოთ. აი ეგ წერია. ჭახრაკინა შევუკვეთოთ და კატლეტი შევუკვეთოთ. გორის კატლეტი ალბათ ყველას გაიგონიათ და მე არ გამისიჯოს. კერძო საუბრებში ამოტივდით ეგ რაღაცა გორის მე გორში წავალ და გორის იმას გაჭმე. კატლეტს აკეთებენ რაღაცა სპეციალური მეთოდით და აგერ მოვიდა ქალბატონი. ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ. გამარჯობათ. ქალბატონო, ესე იგი, თქვენ უნდა შეგიკვეთოთ, გითხრათ? ესე იგი, გვინდა ჩვენ ჭახრაკინა. ეხო ხაჭაპურივით არის, მიჭამია და ჭახრაკინა, კატლეტი. და 2 ლიმონადი. მე როგორც დავიან გარეშე 45 ლარში უნდა ჩავჯდეთ. იმიტომ რომ ეს 40 ლარი საჭმელი გამოდის და ლიმონადი 5 ლარი ჩვენგან დაემატება. კარგით, მაშინ რომ მოგვიტანთ, მე რე მოგვიტანენ და განახებთ როგორი სიტუაცია. მოკლედ მეგობრებო. დიდი ხანი არ ველოდეთ და რასაც არ მოვეროდი 15 ლარად აემოდენა რაღაცა 1 გექტარი ჭახრაკინა არის. ესე 20 სანტიმეტრი მაქვს ხელიდან. მოკლედ საკმაოდ დიდი რაღაცაა რა. 5, 6 მეტრიანი. არა, 5-იანი. ო, მაგრამ ზორბა რაღაცა.
და აი ესეთი სილამაზე იძახიან არის სუყიარი. კატლეტი. კატლეტზე მითხრეს უარი ძალიან გემრიელია. ძალიან იშვიათია რომ ვიღაცა შევიდეს სადმე და შეუკვეთოს კატლეტი გორის გარდა, ანუ გორის კატლეტი ცნობილი რა იყო. არის ეგეთი რა? აი რა არის და ეს იმაზე მაგარია და თუ ეს ვჭამეთ, ნახოთ რა მოკეთ ყველა ვარიანტში. გავშინდო. ბატონო დავით, მოდი. ქართლში გავშინდო. კატლეტმა დაისვენოს. და ჭახრაკინა უნდა გაგასინჯო, ეს ჩანგალია იშენი. ჰა? ეღლება. გამოვთი. ეხლა ჭახრაკინას თუ პირველად აჭამ. რამე ჩაიფიქრე. მოდი აბა გავსინჯოთ. ხო რა არის? ამაში არის ჭარხლის ფოთოლი. კიდე რაღაც მწვანილებია და ყველია. თხელია. თხელი. კარაქი აქვს ზემოდან მოსმული. ბატონო და თუ ასამდე მოგიტანოს დანაჩანგილთა ჩააბრინდე თავი არ გაიბანძო. თუ საფანგელში მოგიტანია. არა უშავს, სწორედ ცოტა ხელი გაგისვოროს, მაგრამ ახლა მოიტანე ანუ შიგიდან მინდა გავხსნა და გაჩვენოთ რა ხდება. შინ ხდება აი ესეთი რამე. ეს ყველია, რომელიც იწელება და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე თუ არის უგემრიელესი ჭახრაკინა. მოდი აბა ვნახოთ ახლა ბატონო დავით. ახლა მე შენ რამეს გასწავლე. და მე რავი დაიმახსოვრე, გავმართე ეს პური. სანამ ესეთ რამე შეჭამ, იღებ პულს. უზელობა კია. მაგრამ თუ ამაში ატაკებ უზელობა უყურე, ამაგ დაისხავ ცოტას აქა. ძალიან ცოტას. და სინჯავ ყემალს. ეს ყემალი არის საწებელას. საწებელას. სინჯავ ჯერ საწებელას. ყოველგვარი დანამატების გარეშე თუ გინდა რომ შეიგრძნო თვითონ ზარეულის ხელი. ხედავს ინტერესამოება. მე რეკრებას არა, მე უფრო არა, არ ვიცი რა. ეს არის პომიდორით. ცოცხალი პომიდორით იგრძნობა. მაგარია. მოკლედ აქ მოხვდებით კონშიან სადმე თუ მიდიხართ. მე ბატონო დავით. ეს ჭახრაკინა გადადეიგით. ბოდიში ჭამის საშუალებას ვარ გაძლევ, მაგრამ რა ვქნა. ანუ გადაიღე აი აქ. ნუ მე ჩემი მეთოდი აქვს რა, აკეთებთ. აი ვულკანს. აი ესეთ რამეს. შენთან გააკეთე ბატონო დავით. მოდი აქ. მიწი მოწიე. და მოდი მე ჩაგისხა. ჩაუშვი. აი ეს. აი. მოდი გავსინჯო თვითონ კოტლეტი. კოტლეტი. ახლა მოიტანე. ატლეტია თუ კოტლეტი? ფრანგული სიტყვა კოტლეტი. ნახეთ. ამას შეხედეთ რა. წვენი როგორ გაზდის რა. უნდა ჩანდეს ესეთ. ესეთი ჩემი ნაცნობის რეცეპტით არის დამზადებული რა. რომელი? ჰა? რომელი? გაეროს. ნახია? რომელი ჩამომედგინა? ლაშანდანო. ახლა მეთქვის როგორი გიმოვა. პირველი ჩაკვეჭა. ანუ თვალები დახუჭონ რომ შევჭამო. ვიტყვი რომ კაბაბია. ხო? გემრიელია, წვნიანი. რამოდენიმე ჩაკვეჭის შემდეგ კატლეტია. არა. გემრიელი აი ხინკალსო დალებთ და მე თვითონ ფარში როა რაღაც ეგეთი ბატონ და ჩვენ რომ მოგაშააფრინდი თუ გემოგეთა გაიგო ეს ხო ცალკე გასინჯე ანუ ყველა კერძი გასინჯეთ ხოლმე ცალკე მოდი ვნახოთ ანუ აი ეს მხიბლავს რომ ახლო მოიტანე ო რა გემრიელია ახლო მოიტანე
აი ეს მხიბლავს რომ აი ესეთი ძალიან წვნიანი და გემრიელი. ნახეთ რა როგორი წვენი გას. უდაშალი. მოდი ახლა მე მოვიქცევი აი ესე ქართულად. მე მოვიქეცი უკვე. თან არც უნდა ეგრე ოდნავ დააწვევი და მოკლედ ეხლა ჩემი აზრი როგორია? აი ეს რო შეჭამოთ მთლიანად 15 ლარიღის რა. მეტი არაფერი არ მოგინდებოდა ალბათ რა. თუ ეხლა ძალიან მე მარტო ეს პიურე გამაძღობს. მარტო ეს პიურე გამაძღობს მე. მოკლედ თუ აქ მოხდით, რომ გაჩვენეთ რა ადგილას არის. კიდებთანაც თანამშრომლობენ, ანუ თუ აქ მოიყვანთ, თუ კიდები ხართ ვიღაცა გიყურებს, მოიყვანთ აქ ვიღაცას 10%-ს თქვენ იფეშქაშებენ. ტელეფონი იქნება ვიდეოს აღწერაში. მობრძანდით, ესენი ჩვენ ფულს არ გვიხდიან რა, ეგ არ იფიქროთ რომ არ იქ ფულებს უხდიან, ესენი დადიან რაღაცებს აკეთებენ. უბრალოდ მინდა რომ ჩვენ ფულს ვიხდით. დავდივარ, თუ თქვენ გინდათ რომ დაგვეხმაროთ ვიღაცა, აი მარტო ამ ვიდეოებზე ვიძახი, იმიტომ რომ მისვლა მოსვლა რაღაცები ისეთ ხარჯებთან გვიждდება რომ კიდე რაღაც არხებია ის არის იარაღს ვიღებთ ამას ვიღებთ და რაღაცა. შემთხვევით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USAID ჯორჯია და კიდე ერთი მაგარი რამე მინდა გითხრათ. არსებობს ეგეთი პლატფორმა სავაჭრო ჩინური პინბაბა ქვია. სულ ყველაფერი ქართულად არის. მე მაგ პინბაბას იმას რა ქვია ლინკს დავდებ ვიდეოს აღწერაში დავდებ. ძალიან ბევრი რაღაცა გვაგნაყენი და ძალიან იაფებს. თუ კიდე იარაღით დაინტერესებული ხართ რა მეიყიდოთ ან გაყიდოთ არის იარბას G შევბრძანდით იქაც ეგეც იქნება აღწერაში და რა ვიცი ყოველად უფასოა ნივთის დადება მაგალითად თოფი გაქვთ კიდათ გაყიდოთ გაასხვისოთ შეგიძლიათ იქ ვაჭრობა ჩაატაროთ ბატონო დავით ღვინო რო არა გვაქვს აი მაშინ ეტრამეს გეტყვი რა ღვინო კეთილი გული გქონდეს სულ არ არის აუცილებელი რო იცოდე ზოგს აგონი ალკოჰოლური სასმელია, ღვინო ალკოჰოლი არ არის. ეგ არის რიტუალური სასმელი. მაგრამ 100 ვედრო ღვინო რო დალიო, თუ სათლი ღვინო და 500 კუკაზე დააყონო და გული კონდეს ცუდი, ბოროტი, ბოღმიანი, არავის არაფერი არ მიუვა. არანარი მადლი არავის არ გადავა. კაი კასთან წყალი რო დალიო. ქრისტე ივანი ნათლისმცემელმა დინარში ჩაიყვანეს, პეშვი წყალი ამოიღო და თავზე დაასხა და მონათრა. გამიგე? ეხლა ზოგი რო დარბის და რამის ოქროს აბაზანებში წვებიან და აი მხელა ჯვრებს იყიდებენ და რაღაცა. თუ მადლი არ არის, არაფერი, ასე რომ ამითაც შეიძლება რა, კეთილი გულით, რასაც უსურვებ ადამიანს, ეგრე გამო. ხოდი. მოდი რახან, ღვინოს არასო ქუცას არ მოხდი. მოკლედ მეგობრებო, ისეთ ვიდეოებს კიდე გადავიხებთ. ანგარის ნომერი ქვემოთ იქნება აი ესეთი ხასიათის ვიდეოებზე უბრალოდ დაგვეხმართ ვისაც შეგიძლიათ. თუ არ შეგიძლიათ, კეთილი სიტყვა მან შეგვაწიეთ და ზოგი გულანძაობს ხოლმე, მაგრამ რა ვუყო. და კიდევ პატარა კომპანიებაში მოგვიხმიანეთ, რომ უსასყიდლოდ დაგირეკლამით პროდუქტს. ყოჩაღ ბატონო დავით. მოკლედ, ამითი გამოგემშვიდობებით, აი ეს იყო კიდე ერთხელ გადაატარე ბატონოვანო ჩვენს მდიდრულ სუფრას აი ეს შენი ხორივი თვალი. აქ მოდით და ქართლის გულში ჭამეთ ნაღდი ჭახრაკინა და კატლეტი შეუკვეთეთ. მერე დანარჩენი თქვენზეა. ჩვენ ამას რეკომენდაციებს 100%-ით. კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეო. შემდეგ ვიდეომდე.